ირჩის ერთ-ერთ ლიდერთან სანდრო რაქვეშთან, თუმცა თქვენ ასაგრძელთა სიაში არ ხართ ჯერ შეტანილი ლელოსგან განსხვავებით საღამომშვიდობისა ბატონო სანდრო, ამიტომ თქვენ ეს მოლოდინი არ გაქვთ, მაგრამ ბუნებრივია თქვენთანაც მაინც ამ თემაზე საუბრი დავიწყებ და მინდა გკითხოთ თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ თქვენ ეს არ გემუქრებათ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს ოპოზიციურ ლანდშაფტს, ასე ვთქვათ, თუ კი სამი პარტია, ვინც არის შეტანილი, ხო, სარჩელის წინააღმდეგაც ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ახლები და ლელო, აიგრძალებიან და შესაძლოა რაღაც თამაშის ახალი წესები შემოვიდეს პოლიტიკაში. მოგეთ, როგორ უყურებთ ამ პროცესს, ჯერ რომ ეს მითხრათ. პირველ რიგში ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს აკრძალა არასწორი. არ არსებობს არც ერთი მიზეზი, არც ერთი გარემოება, რომელსაც პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს. მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ სხვა ევროპულ ქვეყნებში ან ზოგადად სხვა ქვეყნებში. ეს უნდა თქვა, რაღაც პრეცედენტები არსებობს. კი, რა თქმა უნდა, ისინი ცდებიან. ელემენტარულად, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია თუ ის პარტია და არა მაგალითად რაღაც ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც რაღაც ხალხს კლავს ან აპირებს და შემდეგ. ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც პრობლემას სიტყვით აგვარებს. ანუ სიტყვა არის პოლიტიკოსის იარაღი, ხო? და სიტყვა უნდა დაუპირისპირო. არ შეიძლება რომ პოლიტიკური პოზიციის გამო გამოიყენა პოლიციური ძალა და ვიღაცას აუგზავნო ლაპარაკი. შინაარსობრივად ხო ეს არის. ანუ როცა პოლიტიკურ პარტიას გძალავ, ესე იგი უგზავნო ვიღაცას რაღაც პოზიციის დაკავებას, ანუ რაღაც პოზიციის გაჟღერებას. და თუ ხალხს ეს პოზიცია მოსწონს და ვიცით რომ მოსწონს მაშინ აკრძალოს აზრი არ ექნება. თვითონ ქართულში არ აკრძალა რაღაც პარტიები, რეიტინგი არა აქვთო. ხო და აი გასაგები გამორჩეველი ყავს ამ პარტიებს თავისი წილი, ხო, რადგან ესე იგი გამოდის, რომ არის ხალხი, რომელსაც რაღაც პოლიტიკური პოზიცია აქვს და მათ ვუგზავნებთ ამ პოზიციის დაფიქსირებას. და ეს არის შინაარსობრივად სიტყვის თავისუფლების აკრძალვა. და რატომ შეიძლება ეს გახდეს საჭირო? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შენ არ გაქვს საპირისპირო არგუმენტი, როცა არ შეგვიძლია დაამარცხო დისკუსიაში. თორემ აი ნებისმიერ პოლიტიკოს გაუხარდებოდა დაამარცხოს. თუმცა ხელისუფლების არგუმენტია, ანუ რაღაც 10 მოგებული არჩევნები, 5 ჩაშლი, 10 მოგებული არჩევნები ფაქტობრივად დებატების გარეშე. როდის გინახავთ ბოლოს თუნდაც ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დებატები. რომ მე ხალხს ეთქვა რომ ნახე როგორ დაამარცხა გაანადგურა თქვა კობახიძემ რა ის ბოკოჩავა პირობითად ვამბობ ხო არ გინახავთ არც ქართული ოცნების რომელიმე სხვა პარტიასთან დებატებთ მოგეხსენებათ ერთხელ კობახიძე გაიქცა კიდე ჩვენთან დებატებს იმიტომ რომ როცა გამოაცხადა დებატები ჩვენ დავითანხმეთ მაგრამ ბოლოს თვითონ უარი განაცხადა ანუ ქართული ოცნების ხელწერა ზოგადად საუბარზე უარის თქვა და რანაირადაც არ უნდა ეს თქვა მართლები იყვნენ მათ ამორჩელის თვალში თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წინაშე ის რომ ის გზალავენ ნაციონალურ მოძრაობას ნიშნავს რომ თვითონაც არ აქვს არგუმენტი მათ. მაგრამ ამ ფონზე სანდრო მაშინ რატომ ფიქრობთ რომ თქვა ლელო პოლიტიკიდან უნდა წავიდეს? იმიტომ რომ მომისმენია ხო თქვენ ამ თუთა საუბრობთ რომ მათი აკრძალვა არ მიგაჩნიათ სწორად და ამ დროს პარალელურად თქვენ საუბრობთ რომ აი ლელო და ეს პარტია საერთოდ შეუძლია პოლიტიკაზე უარი თქვას. რატომ? იცით, ერთია ჩემი შეფასება, ჩემი კონკურენტების. მაგალითად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა შინაარსობრივად რეესტრიდან წაშლას ნიშნავს ამ მომენტში, იმიტომ რომ პარტია როგორცაც არც არსებობს უკვე. არც რა ვიცი, დაფინანსება აქვს, არც ნომერი, არც ცესკოს წარმომადგენლობა, არც პარტიული სტრუქტურა, არც საკრებულოს წევრი. არავინ არ აქვს, არაფერი არ არის. აი პარტია თუ რამეს წარმოადგენს, არანაირი ნიშან-თვისება ხარ დარჩა არც ნაციონალურ მოძრაობას, არც ახალს და ასე შემდეგ. ამიტომ მათი აკრძალვა ეს რაღაცა ისე ნომინალური ამბავია, რეესტრიდან წაშლიან ალბათ. ალბათ ეს არჩევნებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ არც აპირებენ ასთავარი, ანუ ქართული ოცნების პირობებში არც აპირებენ. ამიტომ არაფერი არ შეიცვალა ამ აკრძალვით. ну ალბათ ყველაზე დაზარალებული ლელო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. ხო, და ამ დროს განავალთ პოლიტიკიდან უნდა წავიდესო და რა ჩემი აზრით უბრალოდ ხაზრაძემ ყველაფერი გააკეთა მათ შორის თავისი თავის დროსაც ტელევიზიის აკონტროლებდა ცენზურის დაწესებით და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ოპოზიცია დამარცხებული იყო და დასუსტებულიყო. ანუ ამიტომ მე ზოგადად სიმპათიები ამ პარტიების მიმართ არც ერთი პარტიის მიმართ არ მაქვს, მაგრამ არ შეიძლება მათი აკრძალვა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეხლა შეიძლება მე არ მოწონს პარტია, მაგრამ მე მეცამგზალავენ იგივე ლოგიკით. ანუ რაღაც ხვას მოიგონებენ. და ამიტომ თუ ერთი პარტიის აკრძალვა შეიძლება ნებისმიერი შეიძლება. სანდრო, მაგრამ მეორე მინდა კითხოთ, ოპოზიციურ ფლანგზე ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა რაღაც ერთიანობის იდეა. თუ ხედავთ თქვენ გაერთიანების რაიმე რესურსს, ან საერთო მიზნებს, ან საკითხებს, იმიტომ რომ მახსოვს რომ თქვენ მუდმივად ამაზე, ასე ვთქვათ, უბრაზდებოდით ოპოზიციურ პარტიებს, რომ დავსხდეთ, აი არჩევნების რაღაც ერთად ვისაუბროთ, ერთობლივ რაღაც სტრატეგიაზე და ასე შემდეგ. აი დღეს ხო დებატებს თავაზობდით. დღეს როდესაც აი ვთქვათ აიგრძალა ეს პარტიები, რაც კი დარჩება ოპოზიციურ ველზე, ელოდებით ან ახალი პარტიების წარმოჩენას, ან დარჩენილ პარტიებში თუ ხედავთ რესურსს გაერთიანების, თუ ისევ ასე ცალ-ცალკე პატარ-პატარა პარტიებიც უნდა გაგრძელდეს ვთქვათ ოპოზიციური ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რასაც აკეთებს. ჩემი აზრით, სანამ ოპოზიცია ლაპარაკობს გაერთიანებაზე,
და არ ლაპარაკოს სიმართლის ლაპარაკზე, არაფერი არ გამოვა. მთავარი პრობლემა ოპოზიციის კი არის, რომ ვიღაც გაერთიანდა ვინმესთან არ გაერთიანდა, მაგრამ რა შინაარსი იქნებოდა, აი ჩვენი და ლილოს გაერთიანება. რა ტიპის გაერთიანება იქნებოდა ეს, ხო? გარდა იმისა, რომ ალბათ ორივე პარტია დაკარგავდით რეიტინგს. ნუ მაქსიმუმ რაღაც არჩევნო ბლოკები რო იყო ადრე რაღაც ერთია სია. ხო, მაგრამ ნუ ამას ხო აი არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ხო? მაგრამ აი სიმართლის ლაპარაკი რო იყოს მიზანი, მოდით ვილაპარაკოთ სიმართლე, ეს იქნება ბერად რო შთამბეჭდავი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ზოგადად ახლა ტყუილის ლაპარაკში ბერად ეფექტიანია, ბევრი ფული აქვს, რესურსი და პროპაგანდა ყოველთვის უკეთესად იმუშავებს. ერთადერთი შეიძლება დაუპირისპირო პროპაგანდას არის სიმართლის ლაპარაკი, მაგრამ ელემენტარულად დღეს მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც ადანაშაულის გვარამიას რომ ბიზნეს ფულით ატარებდა წინა არჩევნებს. კი. დილაურსაც ირაკლის ვარცხნები ნახე ეს სტატუსი და წარმოიდგინეთ რომ ამას არავინ არ იმჩნევს. და ვითომ არაფერი მათ შორის ამ კონკრეტული გვარები ითქვა კი ალი წითლიძე სტატუსის ნახე როგორ ჩანს. კი, კონკრეტული გვარები კი ბატონო და ეს მაგრამ სულ ასეხდა ეს ყველა მიცოდა. დიდი ხანია ცნობილი ფაქტია. იმიტომ რომ თუ 40 მილიონი შეგიძლია იშოვო, მაშინ რა ის რუსული რეჟიმი და დიქტატურა. თუ შეგიძლია ბიზნეს წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას. ესე იგი არც ისე დიქტატურა ყოფილა, ხო? ხო, თუმცა გირჩეც წერდნენ იქ რომ პავლე კუბლაშვილის შექმნილია, რომ რაღაც არჩევყები ბოლომდე, მაგრამ ახსენეთ. კი, ცხადია, რომ როცა ნაციონალ-მოძრაობა იშლებოდა, ზოგადად ნაციონალ-მოძრაობის დაშლაში დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას თავისი წვლილი აქვს. ყველა პროცესში, მათ შორის პალიკო იქნება, ზურა იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო დისკუსიის საკითხი უნდა იყოს. ნუ თუ არ აინტერესებს თუნდაც ნაციონალ-მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას, რატოს გაერთიანება თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს. და ანუ ეს უშლის ხელს ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებაში? ყველა საბოლოოში თელ პოლიტიკურ რეალობას, თელ ქვეყანას გვიშლის ის, რომ ტყუილში ვცხოვრობთ, ხდებით? აი პრობლემა ამაში მდგომარეობს. მოსახლეობას უშლის ეს, იმიტომ რომ მოსახლეობა ეძებს, რომ აი ვინ უკეთესად მომატყუებს და რსეუბნები რა სიმართლის და ღიზიანდება და გამანებეთავი. ცოტა მომატყუებს, ცოტა ხო შეიძლება ჩვენი მხარდამჭერების კი გვეუბნები ზოგჯერ რომ გეყვათ სიმართლის ლაპარაკი, უკვე შეწუხდითო რა. იქნებ მოვატყუოთ ხალხი და მეტი რეიტინგი გვექნება, იმიტომ რომ ხედავენ რომ ხალხს უნდა რომ კარგი მატყუარა აერჩიოს და სანამ ტყუილი არის დაფასებული საზოგადოებაში, ნუ მოიგებს იმას, ვისაც მეტი რესურსი აქვს და ვის აქვს მეტი რესურსი გასაგებია ამ შემთხვევაში. ამიტომ თუ რამე ცვლილება გვინდა, უბრალოდ სიმართლე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი გარემოა, რომ შეიძლება მე და თქვენ სიმართლე სხვადასხვა წარმოგვედგინოს. ამიტომ რომ საბოლოო ჯამში დავადგინოთ ეს რა არის სიმართლე. ამისთვის დისკუსია უნდა მოვარდ, დებატები უნდა მოვაწყოთ. ამიტომ პოლიტიკურ პარტიები უნდა ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან. აი იგივე 4 ოქტომბერზე ბატონო სანდრო, თუ გაქვთ რაღაც მისი ნაკლოვნობის შეგრძნება თუ რა ქვია, გულისხმობ, ყველა გაჩუმდა ამ თემაზე. აღარც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, აღარც ორგანიზატორები საიდანაც იყვნენ. ხელისუფლებაც ნაკლებად უკვე დააკავეს ისინი და მორჩა ამ დროს იყო თუ არა 4 ოქტომბერი რაღაცის განსაზღვრელი, აი მნიშვნელოვანი დღე, არ გულისხმობ არჩევნებს, რა თქმა უნდა და გულისხმობ აქციას და ფიქრობ თუ არა, რომ ამ უშედეგო მცდელობამ, ასე ვთქვათ, რევოლუციის მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე ზოგადად პროტესტი. კი, მე მგონი ეს იყო ძალიან კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ მე თქვენც თვლით რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან ჩატარებული. იცით რა არის? ხედავდით ხო ორგანიზატორებს, ლიდერებს, ვინც ამასკენ მოუწოდა და როგორ მოხდა ეს? პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ გამოდიოდა და ამბობდა რომ ლევან ხაბიაშვილი ეძახოდა ანიტას და ამბობდა რომ მათი აგენტი იყო, ან ყოფილი აგენტი იყო. და მე ხომ და დავიჯერო რომ ყოფილმა აგენტმა მოუწყო პოტენციურად რევოლუცია ქართულ ოცნებას, ისე რომ მათ არც კი დახარჯეს დრო რომ დაედოთ კომპრომატი მასზე. ან უნდა დაუშვათ რომ მაშინ ირაკლი კობახიძე მეტი კომპრომეტი აღარ არის ეს ჩასწრა დააკავეს რა რომ დაედოთ კომპრომატი რომ მართლა მათი აგენტი იყო ალბათ არც არაფერი მოხდებოდა იმიტომ რომ ოპოზიციის ლიდერი იყო მომენტში როგორ შეიძლება სუსის აგენტი აღმოჩნდეს ოპოზიციის ლიდერი თუ ამის მტკიცება შეიძლება მithumetes ხო ამიტომ ან დაუშვათ ქართული ოცნება იტყუებოდა წინა პერიოდში ამ თელ რაც ეხებოდა ხაბეშს და ზოგადად ამ დამხობის ისტორიას ან უბრალოდ ეს მათი აგენტი იყო მართლა და მათ დაორგანიზეს ყველაფერი ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე ვიღაცა ხონდა ელაპარაკოს. ან მაგალითად მე მიკვირს როგორ დადიან სუბთა სინდისით ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს უჭერდა მხარს, ამბობდა რომ ეხლა დაგამხობთ ასე შემდეგ და მე გასაგებია რომ ვიღაც ორგანიზატორები შეიძლება რაღაც შეიძლება უნდა აგონკიდეს პასუხი ზოგადად. ერთი ალბათ პაატა მანჯგალაძე არაფერში არის დარწმუნებული ვარ ამ სიტუაციასთან, მაგრამ როგორც პაატა მანჯგალაძე არაფერში არის, იქ კიდე ვიღაც ხალხი ამის არაფერში არის, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაც ხალხი დაიჯერა
იქ ხო მარტო ხაბეშვილი არის. ხო, თქვენ თვით ნახეთ შტურმის მცდელობა თუ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამის გამო ხო ვიღაც უნდა კი, და რა თქმა უნდა, წამიგე როცა ემოციური ფონია, შესაძლოა რა ვიცი, ამდენი 10,000 ადამიანი დგას, კონკრეტულად შენ გონია რომ 100, გეუბნება რომ 100,000 ვარ, 500,000 ვარ, შენ ანერვიულებული რომ აი ხე მოხდა და ეხა დაამხე კოზებს. ხო შეიძლება აყვე ემოციებს და ვიღაცას გაყვე. გაიქცა ერთი ადამიანი წინ, დაიყვირა, წავიდა შტურმით, გაყვები. ნუ ეს ხდება ფსიქოლოგიურად რაღაც შეცდომა ადამიანს შეიძლება დაუშვას. ის ხალხი უდანაშაულო არიან შინაარსობრივ. ყოველთვის ისინი ციხეში არიან, ხო, აი იმ ხალხის პასუხისგებლობა, ვინც ამბობდნენ რომ დაგამხოთქოცებოდ. ისინი რატომ არ იყრებენ პასუხისგებლობას? მე მაგალითად რა ვიცი, პოლიტიკიდან წავიდოდი. მაგრამ იმ ლიდერების პასუხისმგებლობაც ხომ იყო, ვინც შესაძლოა არ მოუწოდა, რომ წავიდეთ ათონელზე, ვთქვათ, როგორც იმ ლიდერებმა, ვინც ამ წუთას საპატიმროში არიან. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პირველ რიგში მაღლებს. მაგრამ არის თუ არა მათი პასუხისმგებლობაც, ვინც აი როგორც თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ მთელი კამპანია იყო. ხო, ამ ეთერში ამ სტუდიაშიც ძალიან ბევრი ოპოზიციონერთან მე მქონდა დიალოგი, რომლებიც ამბობდნენ, რომ 4-ში ყველაფერი დამთავრდება, რაღაც 4 არის ბოლოვა და 5-ში სხვა საქართველოში ვიღებთ 3-ში. ვიღაც გაიქცა, ნუ რაღაც წარმოუდგენელი რაღაცები გვესმოდა. უნდა გადაინაწილონ თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასეთი ტიპის პოლიტიკურმა ლიდერებმა. კი, ამ კამპანიაში აუცილებლად და მე თუ მექნება შესაძლებლობა რომ სადმე ვინმეს ეთერში გადავეყარო, აუცილებლად დავსვა ამ კითხვას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა დროს რაღაც სხვა თემებზე ლაპარაკი. არაბებიო, ვიზა ლიბერალიზაციო, რა არაბები, რა ვიზა ლიბერალიზაცია ამ წუთას ამხობდი რეჟიმს და მე ხალხი ციხეში გიზის. რამდენიმე 10,000 ადამიანი და სხვა თემაზე ლაპარაკობ? ანუ როგორ საერთოდ როგორ ლაპარაკობ, საერთოდ პოლიტიკაში როგორ დარჩი ამის შემდეგ. მინიმუმ ხო უნდა აღიარო რა შეცდომა დაუშვი. კაი, შეიძლება შეცდომა დაუშვი, ესეც მოსულა, რა ვიცი, შეცდომის არ დაუშვი, მაგრამ თქვი მაინც. მაგრამ თუ გახსოვთ, გვარამიამ და ციხიდან გამოგეწელი, რომ დავიწყოთ ეს ოქტომბერი და მაშინ გაჩერდა ყველა. და მე შეიძლება ვივარაუდო, რომ გვარამიას უჯერებს მთელი ოპოზიცია, მათ შორის ნაციონალ მოძრაობა, რომელიც ამბობს მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, რომ ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა ის წინაწელს. აი ესეთი აბსურდი როგორ შეიძლება ოპოზიციის მხარეს იყოს. ხო და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი რასაც ეხლა საუბრობთ, როგორ გაგრძელდება ბოლო კითხვაც ეს იქნება, როგორ ხედავთ, აი თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება პოლიტიკა საქართველოში, რასაც თქვა პოლიტიკა და რა არის ამჟამად თქვენთვის, გირჩისთვის პრიორიტეტული? ანუ იყო არჩევნები, იყო ჩაიარა არჩევნებმა, შეხვედრით საკრებულოში, არ ხართ პარლამენტში და რა არის თქვენთვის პრიორიტეტი და როგორ ხედავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს მომავალში? ჩვენ გვაქვს ერთი ტაქტიკური და ერთი ზოგადად ფილოსოფიური ამოცანა. ტაქტიკური ჩვენ ბევრი ახალი საკრებულოს წევრი ყავს. და ჩვენს ფაქტორად ახალი გამოცდილებაა და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პრობლემა თუ გამოწვევა გვაქვს და პარტიულ დონეზე და პარტიულ ინფრასტრუქტურას ვაწყობთ და ბევრად მეტი სამუშაო მაქვს ეხლა რანაირად არ უნდა იყოს ვიდრე რამდენიმე თვის წინ და ამით ვართ დაკავებული. ანუ ჩვენ გვინდა რომ ბევრად უფრო კარგი ასე ვთქვათ პოზიციით და შევხვდეთ არჩევნებს. და მეორე არის ისაც მე გითხარით რომ სიმართლის ლაპარაკია აუცილებელი და ნუ გასაგებია მე შეიძლება ჩემს წავდგენო მაგ სიმართლეზე, მაგრამ მე მჭირდება პოლიტიკური ოპონენტები, სხვა პოზიციით და ვეძებ პოლიტიკურ სპექტრში გამბედავ ადამიანებს. ხო და ელოდებით რომ აი ხელისუფლება ამბობს რომ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი ამ ყოველფრის მერე და ახალი ძალები წარმოჩნდება. პოლიტიკური პარტიების გაუქმებით მე არ მგონია რომ ამე გაჯანსაღდეს და თვითონ ქართული ოცნება თუ შექმნის რამე პარტიებს რომ მე ეს იმიტაცია გააკეთოს რაღაც ტიპის პროცესის, მაგრამ აი თუ გაჩნდებიან გამბედავი პოლიტიკოსები, ვინც ეთერში დასყდებიან და დებატებს გამართავენ, რა თემაც არ უნდა იყოს, აი თუნდაც არაბული ინვესტიცია იქნება ან რა ვიცი 4 ოქტომბრის მოვლენები, ნებისმიერი, რომელიც აქტუალური შეიძლება იყოს ჩვენ ქვეყნისთვის. ვინც თუ გამოჩნდებიან, მაშინ შანსი ექნება ოპოზიციას. თუ არ გამოჩნდებიან და ყველა ცალ-ცალკე იჯდება ეთერში და თავის მონოლოგს იტყვის და პასუხისმგებლობას არაფერზე არ აიღებს და დღეს ერთ იტყვის და ხვალ მეორეს იტყვის, მაშინ არანაირი შანსი არ არის და 36 წლამდე ხო აკეთებენ გეგმას, როგორც ჩანს 36 წელი ჩვენი წელი იქნება, იმიტომ რომ შემდეგ არჩევნებზე პარლამენტში გავალთ, იქაც კიდევ გავზდით და 36 წელს მოვალთ ხელისუფლებაში. სხვა ვერსია არსებობს. თუ ყველა ტყუილს ლაპარაკს გააგრძელებს, ესე იგი ერთ-ერთი შანსია რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ნუ ასე მალე ეს არ მოხდება. შანსი ქონია. კი, შეიძლება ჩვენთვის ამზადებენ ყოველთვის, რომ მემორჩენია რომ უფრო ადრე მოხდეს ცვლილებები, მაგრამ არც ისე მარტივი. მადლობა დიდი სანდრო, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი იყო სტუდიის სტუმარი.